მასწავლებელთა სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში 2024 წელი ამოცანა ნომერი 22. როდესაც სხეული უძრავახ კიდია ზამბარაზე, მაშინ ზამბარა გაჭიმულია 10 სანტიმეტრით. რისი ტოლი იქნება ამ სისტემის ვერტიკალური ხევის პერიოდიო და თავისუფალი ვარდის საჩქარებაც გვითხრეს, რომ 10 მ კვადრატის ტოლად ჩავყვალოთ. ჩავწეროთ მოცემულობით. ზამბარი გაჭიმული არის, შესაბამისად წაგრძელება x-ი, ტოლი არის 10 სანტიმეტრით, 10 სანტიმეტრი არის 0.1 მეტრი. ჟ ჩათვალეთ 10 მ/წამ კვადრატის ტოლათო. ასე. და რას ვიკითხებიან? რისი ტოლი იქნება ამ სისტემის ვერტიკალური ხევის პერიოდი, კი ბატონო, ეს ვიკითხებიან. აგით მოდით ახლა ავიღოთ ზამბარა. ასე, ზამბარა ავიღოთ. ზამბარა. ეხლა თავიდან გვაქვს ზამბარა მოცემული და ეს არის თავიდან პირველ შემთხვევაში და მოდი ახლა ავდგეთ და ამ ზამბარაზე მეორე შემთხვევაში დავყიდოთ ტვირთი. ეს ტვირთი რო დავყიდოთ, რა მოხდება? ეხლა დავყიდოთ m-მასის ტვირთი. ასე დავყიდეთ ტვირთი. ეხლა ტვირთი m-მასის ტვირთი დავყიდეთ შესაბამისად რა მოხდებოდა ახლა ეს m-მასის ტვირთი დედამიწის მიზიდულობიდან გამომდინარე წაგრძელდებოდა, ასე, წაგრძელდებოდა. რამ წაგრძელებდა და დედამიწის მხრიდან მიზიდულობის ძალა წაგრძელებდა. შესაბამისად ეს რო წაგრძელდა mg მიზიდულობის ძალით. ამ ზამბარაში ავიძვრებოდა f დრეკადობის ძალა. ახლა გვითხრეს რომ წაგრძელებული არისო 10 სანტიმეტრით და 0.1 მეტრით, შესაბამისად რომელი რა იქნება წაგრძელება? წაგრძელება იქნება, აი, დავხაზოთ, აი ეს არის წაგრძელება, ხო? აი, ამდენით არის წაგრძელებული x-ი უდრის 0.1 მეტრით. ხო, ახლა ამ შემთხვევაში სისტემა გაწონასწორდა, ეს არის მეორე შემთხვევა. შესაბამისად f დრეკადობის ძალა სიდიდით ტოლი იქნება. წაგრძელების შემდეგ სისტემა საჩქარება აღარ აქვს, შესაბამისად დრეკადობის ძალა სიდიდით ტოლი იქნება mg-c. რაც შეეხება პერიოდს ვიკითხებიან, ხო, პერიოდი კიდე იქნება ტოლი 2π ფესვი m შეფარდებული კასთან. ეხლა მეორე მხრივ f დრეკადობის ძალა kx-ის ტოლი არის, ხო? სიდიდეზე აქვს საუბარი, kx-ი ტოლი არის mg-c. აქედან მოდი m გაყოფილი k-ზე ხო შეგვიძლია ვიპოვოთ, აქედან m გაყოფილი k-ზე ტოლი იქნება x გაყოფილი g-ზე. ხო? შესაბამისად, ახლა ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ? x-ი ვიცით, ესე იგი, აქედან ჩვენ რა გამოგვდის? მოდი ზემოთ დავწერ, გამოგვდის აქედან რომ x-ი m შეფარდებული k-სთან ტოლი ყოფილა x-ი არის 0.1 გაყოფილი 10-ზე. ეს კი ტოლი იქნება 0.01-ის. ანუ აი აქ შიგნით ფესვის ქვეშ რაც გვიწერია m შეფარდებული k-სთან. ტოლი ყოფილა 0.1 შესაბამისად ჩავსვათ მოდით 2π ფესვი გვექნება 0.01-დან. ფესვი 0.01-დან არის 0.1, შესაბამისად 2π გამრავლდება 0.1-ზე, მივიღებთ 0.2π წამს. ანუ რო დავწეროთ პასუხი, რა გამოგვივიდა ახლა ჩვენ, რომ პერიოდი t ტოლი ყოფილა 0.2π წამის. პასუხი რომელი პასუხია ეს? ხო, B, პასუხი B.